სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდის ასულისაითა. უწინ თუ განსაკუთრებულად მიხარებდა გულს კვირადღის დადგომა, როგორც მღვდელსა და წინამძღვარს, იმიტომ რომ ჩვენს მრევლთან ერთად მოვისწრაფოდით ტაძრისაკენ, სადაც უსისხლოს ხელს შევსწირავდით უფალ ღმერთს და ძალისებრ ღვთის სიტყვას ვქადაგებდით. ამჯერად ამ სასიხარულო, სახარულევან დღეს უკვე წლებია ჩემთვის დაემთხვა ოთხშაბათი დღე, რომელიც იმით არის ჩემთვის აღბეჭდილი, რომ ამ დღეს ჩვენ განსაკუთრებული გრძნობითა და სიყვარულით ვიკრიბებით ღვთისმშობელი მარიამის სახელზე, მისი ძისა და ღვთის ტაძარში, ეს იქნება პეტრე პავლეს ტაძარი თუ აღლომის ტაძარი და ვუგალობთ საგალობელს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელ მარიამს და მერმე ძალისებრ ღვთის სიტყვასაც ვქადაგებთ. და ერთგვარი სულიერი სასწავლებელი არის ტაძარი ამ თვალსაზრისით. ასეც უწოდეს წმინდა იოანე ოქროპირმა და სხვა წმინდა და ღმერთშემოსილმა მავებმა ქრისტეს წმინდა ეკლესიას. ეს არის ადგილი საკურნებელი, საავადმყოფო სხვანაირად და ადგილი სიბრძნის მეტყველებისა, რადგან აქ ღვთის სიტყვა იქადაგება და პავლემ რომ გავიმეორო, ჩვენი მოძღვრება მღვდლებს არ მოგვაქვს, არამედ მოძღვრება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. დღეს რომ ტილი დახშულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან უგალობდი მამა გიორგისთან ერთად და ვფიქრობ თქვენთან ერთად გულისმიერად ისმენდით თუ თვალსადევნებდით თქვენს დაუჯდომელში ამ საგალობლებს მიათეიკოსიდან ჩემს ყურს მისვდა განსაკუთრებით და გულის სიღრმეში ჩამეწირა ეგევით არის სიტყვები ღვთისმშობელს მიმართავს ეკლესია. მოვიკრებთ შენსა შენთაგან შესხმასა. შესხმა ძველ ქართულად ქება არის, შექება. ესე იგი ღვთისმშობელო მარიამ შენს შესხმას, ქებას ჩვენ შენგანვე მოვიღებთ. არა განყენებული საგნებიდან და აბსტრაქტული, არამედ პირადად შენი პიროვნება, შენი სიწმინდე და ზეაღმატებულობა, არა თუ წმინდანთა დასთან შედარებით, არა ყველა დასთან, ცხავე დასთან შედარებით, არამედ ანგელოზსა ცხად დასთანვე შედარებით, შენი სიწმინდე ყოველთა ამათ სიწმინდეს აღემატება, ისე როგორც შენი ლოცვა აღემატება ყველა ლოცვას ერთად შეერთებულს ანგელოზებისა და წმინდანებისა. რაოდენ აღმატებული და უზეშთაესი უნდა იყოს ღვთისმშობელი მარიამი. მაგრამ მისი ეს აღმატებულობა და ამაღლებულობა მომდინარეობს მისი უკიდურესი თანმდაბლობიდან. როგორიც იყო ძეიმისი და ღმერთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ეგევითარად იყოს სათმოებებით შემკული ღვთისმშობელი მარიამი, რომელსაც ჯერ კიდევ ათეული საუკუნეებით ადრე ითქვა ფსალმუნებში დასდგა დედუფალი მარჯვენით ჩვენსა, ღმერთს მიმართავს დავით წინასწარმეტყველი შემკული პირადად. ესე იგი ღვთისმშობელი მარიამი უამრავი სათმოებებით შემკული დასდგა ქრისტე მაცხოვარო შენს მარჯვენით, მართლაც ეკლესიის სწავლებით ყველაზე ახლო ღვთაებასთან, ყოვლადწმინდა სამებასთან არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი. ისე რომ მას სასუფეველში განსაკუთრებული სავანეც კი აქვს ღვთისაგან მინიჭებული, რომელსაც პირობითად ღვთისმშობლის სავანეს უწოდებდა, რომელშინაც შევლენან განსაკუთრებულად დიდი წმინდანები, მისი რჩეულები, ასე ვთქვათ. საერთოდ როგორ ხდება ადამიანურ სიმწყეში, რო ვთქვათ, ღმერთი მაღალი დედამიწაზე ადამიანებს ირჩევს თავისი მსახურებისთვის. აი მაგალითად როგორ ამბობს დიდებული წინასწარმეტყველი ესაია უფალმა ღმერთმა დედის საშოდგან გამომირჩიაო. არამერე როცა იშვა, გაჩნდა, არამედ ჯერ კიდევ დედის საშოდან და უფრო მეც გეტყვით, საგვარულ დედის საშოდან კი არა. ესე იგი წინა საუკუნე განგებულებაში გამოირჩია ღმერთმა მოციქულები და წმინდანები. აი მაგალითად ერთ-ერთ კერძო საუბარში რას ეუბნება მოციქულებს ქრისტე მაცხოვარი ჩვენი საუკუნეთ, ანუ ყოფიერების ყოველივე ხილულისა და უყილავის შექმნამდე თქვენ ჩემთანა იყავით. ღრმად ბუნდოვანია ეს სიტყვები ჩვენთვის. როგორ შეიძლება ყოფილიყვნენ ღმერთთან, რომელიც არის საუკუნო და მარადიული ისინი, ვინც არათუ მოკვდა ბათუნა გაჩენილი იყვნენ, უბრალოდ არც კი გაჩენილან ჯერ. ანუ ღვთის განგებულებაში უკვე იყვნენ, განგებულება არის ღვთის მზრუნველობა ადამიანთა საცხოვნებელად. მის დიდ სიბრძნეში, მის განგებულებაში ყველანი ვართ აღბეჭდილი ღმერთში. და როგორც ღვთივდიდებული პავლე ამბობს, ის ვინც ზესიურმა მამამ აღბეჭდა თავისი ბეჭდით, ვერავინ და ვერაფერი ვერ განაშორებს მას.
ვერც დევნა, ვერც შეურაცხყოფა, ვერც დაშინება, ვერც წამება, ვერც ტკივილები, ვერც ცხოვრებისეული წარუმატებლობანი და სიმწარელი, რომლითაც სავსეა ეს ქვეყანა და წმინდა მამები მარილიანსა და მლაშეს მას ადარებენ ჩვენ ცხოვრებას. აგერ ხატია ჩვენს ახლო-მახლო აქ საიდუმლო სახე ეკლესიისა, სადაც ცხოვრება ზღვის სახით არის გამოსახული, რომელშიც უამრავი ღრიანკალები და ჯარკვალი არის, რომელიც ებრძვიან ქრისტეს ეკლესიას, სატანით დაწყებული და მისი რჩეულები, დამთავრებულები, ესენი იქნებიან წარმართები, მწვალებლები, თუ სხვანი და სხვანი. და ხომალდია ამ ზღვას, ეს ხომალდი, აი, ნოე მართალს უყრია ხომალდი. ნიშნად კიდობანი, წარღვნის ნიშნად, მაგრამ ეს კიდობანი წინასახე იყო ქრისტეს წმინდა ეკლესიისა და წარღვნა წინასახე იყო მიწიერი ცხოვრებისა, რომელიც ყველას წარღვნის, ვინც ამ კიდობაში არ იქნება. ისტორიულად როგორ მოხდა? 120 წელი უკადაგებდა სინანულს, ცდილობდა სინანულში ჩაეგდო კაცთა მოდგმა, მაგრამ აბუჩად იგდებდნენ. ჯერ 100 წელი უბრძანა, ქადაგებდა და აშენებდა კიდობას, შემდეგ თავისი სულგრძელებიდან გამომდინარე უფალმა კიდევ 20 წელი დაუმატა და უბრძანა თავის რჩეულ ნოეს მართალს, რომ ეკადაგა სინანული, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მოხდა. და როცა ამოიწურა სისავსე ამჟამისა, ღმერთმა უბრძანა ნოეს, მსხვილ ფრინველებით შეიყვანა კიდობაში, თავად დაუგმანა ის ერთადერთი სარკმელი და ამის მერმე წამოვიდა ღვთიური მრისხანების წარღვნის წყლები. და ყველა წარწყდა. აქედან სწავლება ალეგორიულ სიმბოლური. ასევე ყველა ვინც ეკლესიის გარეთ დარჩება, განწირულია წარწყმედისათვის. მაგრამ ხედავთ რა დროში, რა ეპოქაში შევაბიჯეთ. ქრისტესაც, ეკლესიასაც აბუჩად გვიგდებენ. მის წმინდანებს, მის საიდუმლოებს. აღარ ვიტყვი ამ გასულ საუკუნეებზე, რომ წამოვიდა რევოლუციური ჰუმანიზმი, რევოლუციური იდეები, ვოლტერიანიზმი, შოპენჰაუერის მოძღვრება, მერმე მარქსიზმი, ლენინიზმი და ასე, რომ ებრძოდნენ ქრისტეს, ეს ყველა სატანის ანგელოზები იქ არიან საიდუმლო ხაზი გამოსახულები, რომელიც ებრძვიან და ცდილობენ დაამტკან წყლებში ზღვა ოკეანისა ქრისტეს ეკლესია, მაგრამ ვერაფერს აკლებენ. რატო? ქრისტემ თავად აგვითხა. კლდეზე აფუძნებს ამ ეკლესიას, კლდეზე დააფუძნა. პეტრესეულ აღსარებლობაზე, რომ ზეღვთის არის ჭეშმარიტი ღმერთი და მესია ამ სოფლად მოსული. და ყველა ეს სატანა და ბოროტების ძალები, როგორც ოქროპირი განმარტავს, ანუ ყველა ეს ბოროტი ძალები, რომლებიც ქრისტესა და მის ეკლესიას ებრძვიან, საბოლოოდ დამარცხდებიან და მათ მამასთან, სატანასთან ერთად გენიის ტბაში იქნებიან შთაგდებული. დღეს მსურს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ შევაქო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამე, ჩვენი მფარველი, ჩვენი პატრონი, პირდაპირი გაგებითაც ვამბობ, იმიტომ რომ ქვეყანა, რომელშიც ჩვენ დავიბადებით და აგვიზარდენთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მამულია, მისი წილხდომია. ამიტომ ამასთან ბრძოლა, აი თუ ეს ჩრდილოეთი იქნება თუ დასავლეთი, გაგლეჯას რომ ლამობენ და გავლენების გადანაწილებას და არა მარტო სრულიად დედამიწაზე, მათ შორის და პირველ ყოვლისა საქართველოში ეხლაც ნახეთ რა მოვლენები ვითარდება და რა მოვლენები დაიძაბება ოქტომბრის არჩევნებში. აღარც მალავენ, რომელიც განსაზღვრული იყო ესე იგი მოსახლეობისთვის, ყველა ეს თანხები მიდის ეხლა ეგრეთ წოდებულ NGO-ებისგან, ანუ მათი დასაყრდენისკენ. ეს მათი ძალა აქ საქართველოში გავლენის აგენტები და უბრალოდ აგენტები. ჩვენ კი რაც შეიძლება მეტად ჩავეჭიდოთ წმინდა ეკლესიას, ერთადერთ გადარჩენილ ძალას, რომელზეც თვითონ ერთ-ერთმა ცნობილმა მასონმა ბჟეზინსკიმ, რომელიც ორი ამერიკელი პრეზიდენტის მრჩეველი იყო, მყაფიოდ გამოთქვა იგავების გარეშე. ჩვენ ერთი ბასტიონი, ერთი ციხესიმაგრეღა დაგჭა ასაღები, ეს არის მართლმადიდებელი ეკლესია. რატომ ლამობებ? იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ძალა, რომელიც ანტიქრისტეს სულისკვეთებისა და მსხვერპლობის მოძღვევებისაგან იცავს ადამიანებს. ადამიანებმა ჩვენ თანამედროვეთა რომ იცოდნენ რა ძალა აქვს ეკლესიას, რისგან და როგორ იფარავს, ისინი კიდე ვითარცა პირუტყვი წარწყდებიან მხოლოდ ხორციელ სიამოვნებებში. რა ჭამონ? რა ჩაიცვა, როგორც შეაფასა წარმართები ქრისტემ, მაგალითად და უფრო შორს წავიდნენ, როგორი გარყვნილების ბნელ ჯურღმულებში დაინთქან თავი. ისეთ სოდვებში, რომლის გამოთმაც კი უხერხული და სირცხვილია ქრისტეს წმინდა ეკლესიაში, მეტადრე რომ მე მღვდელი ვარ, რომ ბევრი თქვენთაგანი აქედან დედაკაცები არიან. დედაკაცები, თქვენ სიკით საყვარელო მორწმუნე დედაკაცებისა, დედის გინება და გამოუთხმელი გინებებისთვის სწორედ დედაკაცს არ ვიტყოდი ქალთა პირიდან, იმიტომ რომ ბიბლია წმინდას უწოდებს დედაკაცს ან დედას, მაგალითად მენელსაცხებლე დედები. ღვთისმშობელზე ნათქვამია, ой დედაკაცო, ქრისტე ეუნება, ანუ პატივსაცემი აღნიშნა. ხოლო ყველა დანარჩენს წმინდა წერილი, მაგალითად, ესე იგი ჰეროდიადას სალობეს უწოდებს ქალს. აი ქალების
კოჰორტა, ენა ბილწი, უგარყვნილესი. ნუ ესენი ფსიქიურად არიან, მაგრამ ბოტოქსები ავიღო ძალიან გავრცელებული. წარმოიდგინე, ძალით და ხელოვნურად იბერავენ, ბაგე უნდა მეთქვა, მაგრამ დავამოხრუჭე, იმიტომ რომ ქალს ბაგი არ აქვს, ქალს აქვს ტუჩები. ტუჩი ქართულში გამოხატავს ვნებას, ამ ორგანოსი. ვნებიან, ასე ვთქვათ, მიმართულებასაც, ხოლო ბაგე ეფონურად კეთილხმოვანად არის ნათქვამი და ფაქიზის სიტყვების და გრძნობების გამოსახად ერთ-ერთ ორგანოს წარმოადგენს. რა ღრმა არის ქართული ენა. ყველა ნიუანსი მოიპოვება მასში, აბსოლუტურად. და ესე ჩვენი დაკნინების ერთი ნიშანი. ამ უმდიდრე ენას ვივიწყებ, ბევრმა ქართული არ იცის სინამდვილეში. იცის საბრახაბრუხო სიტყვების ლექსიკონი აქვს რაღაც. დამატებული ნეოლოგიზმებთან, ჟარგონთან და ესე იგი უცხო სიტყვებთან. უცხოეთიდან რომ შემოვიდა. კიდევ ხელმა მასში შეიძლება ეს ყველაფერი იხმარო უცხო სიტყვები. როცა შესაბამისი ნიუანსი გამოსახატად ამა თუ მოვლენისა, საგნისა თუ შტრიხისა თუ სხვა არ არსებობს ამ ენაში. აბა რომელი ერთი მოვლენაა, რომელსაც ქართული ენა ვერ გამოხატავს. თუ ვიცით ქართული. ეს ნიშანია, თქვენ როგორ უწოდებ, ჩვენი ერთ-ერთი გოიმობის ნიშანია. რაც მე სიტყვებს დავაბრახუნებს უცხოეთზე, მაგარი ტიპები ვართ, არა? თქვენ ენაზე ვლაპარაკობ. ამ დროს არიან გაუნათლებლები. თვით ის უცხო სიტყვები, რომელსაც ისინი ამბობენ, გამოთქვამენ, არ იციან უმეტესმა, მე შემიჩერებია და მეთქვა, ხო არ იცი, უკაცრავად არ ვიცი, მე რას ნიშნავს ეს სიტყვა და ენა დაბნია, არ იციან. მაგრამ სმენია, მიღებულია, მოსულა და რა ვიცი, 1000 ტერმინებს ხმარობენ ამ დროს. ძალიან შორს გადაგხორცნა სიტყვამ, დიახაც ასეთმა გაუხამსებულმა საზოგადოებამ ბევრჯერ უნდა მიხედოს ღვთისმშობელ მარიამს და ქრისტეს სხვა წმინდანებს, რომ მათგან მადლი მოისხას და დასაბაც მაგალითად გაიხადოს. სვობილი ძველი გაცვეთილი გამოთქმა ამბობს, ხარი ხართავ რომ დააბაზნეს სიცოცხლის ამ ფერსავ. აი ამ ტრანსგერდერებთან, ამ სოდომიტებთან აბამენ მთელს კაცობრიობას, ძალით ახვევენ ეგრეთ წოდებულ თავისუფლებებს, უფლებებს და ღირებულებებს, რომელიც ერთ ქართული სიტყვით გამოიხატება ნაგავი, რომელიც ყარს სინამდვილეში. აი დაბულები რომ არიან ასეთებთან, როგორ არიან? ინტერნეტით პირველ ყოვლისა. აი თუნდაც ამ ვულგარული სანახაობებით, რომელიც ოლიმპიადას წინ უძღოდა. და ამის გარდა ბევრი უსამართლოა თუ დაუკვირდებით ქართველი სპორტსმენების მასიური წარუმატებლობა. მაგრამ მოფარიკავე რომელმაც გაიმარჯვა, დაამარცხეს და ასე შემდეგ. ეხლა ბევრს ლაპარაკობენ ერთ-ერთ ქართველ ციუსდოისზე, არა? თუშიშვილზე, რომელიც ღირსეულად მოიქცა. იმ ზანგმა, უკაცრავად მამაო, ზანგი არ უნდა თქვათ. შეურაცხყოფა ფერადკანიანია. კახელივით ვიტყვი, შორიდან მეც ფერადკანიანი მეგონა, მაგრამ ახლოს რომ მივიდეს ზანგი აღმოჩნდა. ამას არ აქვს ნიშნულობა რა ფერია. საერთოდ ზანგებს ბუნებაში აქვს ველური სითავხედე. ესე იგი ხელს დააჭირა ხელი. ეს თუშიშვილმა არაპატია წამოდგა და კაი პასუხი გასცა. მან იცოდა რომ მედალსაც დაკარგავდა, დაითხოვდნენ, მაგრამ ღირსება ამჯობინე. აი ვის უნდა მიხედოთ. მეორე მაგალითად ოლიმპიადას უყურებდა სხვა. სისაწაგლეები აჩვენეს ქრისტესე პაროდირება და მის წმინდა საიდუმლოებზე შესავალში, არა? ამ ფესტივალით ოლიმპიადის წინეთ ერთ-ერთმა სერბმა რომელმაც გაიმარჯვა, ჯვარი ასწია. აი ჩვენი ეს არისო, ეგ თქვენია. ფსევდოლიბერალების, ფსევდოდემოკრატების. ასევე როდესაც ოქროს медаლი აიღო ჩვენმა ციუდოისტმა, ჯვარზე მიუთითა, გულზე ჯვარი ეკარგა. ამით ყველაფერია გამოთქმული. ვინ ვის აღიარებს და ვინ ვის ბაძავს და მისდევს. ბევრი უსამართლობებია და საერთოდ ოლიმპიადის სულს არ შეეფერება, რაც იქ ხდება. ამის გარდა ბევრი რამ სხვა ხდება, მაგრამ მე ახლა ტელევიზიის კომენტატორი არა ვარ, გამოწვლილით ყველაფერი გამეთ. ეს ორი შტრიხიც, რომელიც გავლეს, სავსებით საკმარისია მივხვდეთ რა ხდება სინამდვილეში და რა ძალები არიან და ვის ემსახურება და რას ემსახურება ეს ყველაფერი. ჩვენ კი ვთქვით, რომ დავებათ არა ტრანსგენდერებთან, არა სოდომიტებთან, არა ამ გარყვნილ მოდგმასთან, არამედ დავდგეთ ქრისტეს წმინდა ეკლესიაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის საფარველის ქვეშ და ღვთიური ზეციური ანგელოზებისა და ღვთისმინდანებისა. დღეს მინდა თქვენ სარწმუნოებას დასტურ ამისა წარმოუდგინო ერთ-ერთი წმინდა მამის ბოლო ჟამის ერთ-ერთი დიდი მღვდელთავრის აღსარებელის
წმინდა ლუკა ვოინო-იესენეცკის სიტყვა, შესხმა, რომელიც დიდმარხვის დასასრულ წარმოთქვა შაბათს, როცა ღვთისმშობლის შესხმის დღე არის, ქების დღე არის, ქების მეტყველებისა. ეგ საგალობელში დღესაც ამოვიკითხეთ დაუზომელში ღმრთის მეტყველებისა. ეს ქების მეტყველება არის ამავე დროს ღვთის მეტყველებას. ღვთის მეტყველების კუთხითაც ვახასიათებს ვინ არის ღვთისმშობელი მარიამი, შეუდარებელი ანგელოსთაგან და კაცთაგან. კი იცნობთ ამ პიროვნებას მეტნაკლებად აგერ ჩვენს მარჯვენით არის მისი წმინდა ხატი დასვენებული, როდესაც მე მისი ცხოვრება წავიკითხე და უამრავი ქადაგება ვთარგმნე, გულის მურაზე გამიშთა ძველ ქართულად, ესე იგი გადაულახავი სურვილი და დანატვრა, რომ ამ წმინდანის ხატი ამ ტაძარშიც ყოფილიყო. თუ მიხედავთ ადგილები თითქმის აღარ არის ხატებისთვის. ეხლა ხაც გასულ კვირას იკურთხა კიდევ ერთი ახალი დიდი წმინდანის ხატი, წმინდა მიდი გამოასვენე მამაო. მინდა გიორგი კარსლიდისის ხატი წალკელისა. ადრე ორიოდე სიტყვით გითხარით მე კვირას მარიამ მაგდალელის ხსენებაზეც ვისაუბრე, ამ მის პიროვნებაზე და ასევე გიორგი წალკელზე, იმიტომ რომ მისი ხატი ვაკურთხეთ და ესე როგორც ამის ცხოვრებამ და მისმა გიორგის ცხოვრებამ შთამაგონა მათი წმინდა ხატები, რომ შექმნილი იყო და დასვენებული იყო ჩვენს ტაძარში. ღვთისმადლით ასეც მოხდა. მისი ძველი შემორჩენილი ფოტოსურათები განვიხილე ხატწერთან ერთად, ხატები, რომლებიც ბერძნულ და სხვა სამყაროში არსებობს, მართლმადიდებლურ სამყაროში და ბოლოს ეს ხატი დავაწერნე. მე მსურდა რომ მთელი ტანით ყოფილიყო გამოსახული კვერთხით, როგორც ერთ-ერთ ძველ ფოტოსურათშია და შევავსეთ სხვადასხვა ხატებიდან გამოვიდა ადგილობრივი ხატი ალბომის ტაძრისა. ეხლა როგორც წინამძღვარი ვფიქრობ, სად დავასვენებ, რომ ადგილი თითქმის აღარ არის ტაძარში. მაგრამ სურს და მაქვს დანატვრა, რომ ღვთისმშობელ მარიამის ერთი ტაძარი ავაგოთ კიდევ. უბრალოდ აქ აღარ არის ამისად. ღმერთმა იცის, სადაიგება ეს არც მე არ ვიცი, გულახდილად რო გითხრათ, სადაიგება, მაგრამ გულითადი სურვილი მაქვს ღვთისმშობელ მარიამისადმი მადლიერების გრძნობით ერთი მისი ტაძარი ავაგო ჩემს მრევლთან ერთად. საკმაოდ დიდი ტაძარი, რომ ბევრი დაეტიოს მრევლთაგან, იმიტომ რომ აი დღესაც მარტო ჩვენი მრევლი კი არა, მრავალი სხვადასხვა მრევლიდან მოსულები ხართ. მრავალი წავიდნენ დასასვენებლად რაჭაში, ზღვაზე, აქეთ თუ იქით, თქვენ მოდიხართ სულიერად ისვენებთ ღვთისმშობელ მარიამის საფარველის ქვეშ. მოკლედ ეს ხატის დასვენდა, იმიტომ კვირას ემთხვია ჩვენი მრევლი, მინდა რომ თქვენც ემთხვიოთ ახლა დაწერილ ხატს წმინდა გიორგი წალკელისა, რომელსაც საქართველო და ქართველობა, ქართული ყოველივე ძალზედ უყვარდა და ანდერძის კი დაიტოვა. ნახეთ, როდესაც ჩამასვენებთ სასახლეში, ან ჭილობში, როგორც ბერებს გზალებთ, როგორც ჩვენი მამა გაბრიელი დაიგზალა მაგალითად, ჩამატანეთ სახარება ქართულ ენაზე, რომელიც საქართველოდან წაიღო, მას ქართველი მოძღვარი ყავდა დრანდის მონასტერში და ესე იგი სიყვარული მან წაიღო და მისაბაძია დღევანდელი ქართველები, ახალი ქართველი გარბიან საქართველოდან, ბევრ ზულ საქართველოს. ზოგი გაჭირვება აიძულებს და არც თუ ნაკლებს აიძულებს ფუფუნების სურვილი განცხრომის აღვირახსნილობის, იმიტომ ყველაფერი მოსვლა და შეიძლება დაშვებულია. აქაც ნელა ასე ხდება ლიბერალიზაცია ხდება, საზოგადოების უпростоროდ სატანიზაცია, დევანგელიზაცია, როგორც ხშირად გვითქვამს. მოკლედ ლუკა აღსარებელი, შეუპოვარი პიროვნება იყო. მთელი ცხოვრება კომუნისტები, ბოლშევიკები, რომლებიც ჭექდნენ და ქუხდნენ მაშინ ახალი მომხდარიყო რევოლუცია და იმის მიმყოლი წლები, დახვრეტები და სხვა, მხოლოდ ერთ რამეს თხოვდნენ, სოფლიო მნიშვნელობის ქირურგი იყო, ჩირქოვანი ქირურგია წმინდა ლუკამ დააარსა როგორც ექიმმა, როგორც დისციპლინა. ერთ რამეს თხოვდნენ, რომ ანაფორა გაეხადა და ნებისმიერი ამ რუსული იმპერიის ნებისმიერ დიდ საავადმყოფოში მთავარ ექიმად დანიშნავდნენ. ეს ცუცუნება იყო, როგორ არა, თვით ქრისტე გამოსადა, აი დაანახა წუთისოფელი, ესე იგი აიყვანა რა ტაძრის სახურავზე და სხვა მხოლოდ ერთხელ ეცა თაყვანი და ყოველი მის იქნება. განა უგუნური არ არის და ჭკუა დაბნელებული თუ აქვს საერთოდ გონება დაბნელებული ეშმაკი ქრისტეს თავაზობს იმას, რაც ქრისტემ შექმნა და რაც მას ეკუთვნის. როგორც ფსალმონში იყო ჯერ კიდევ ნათქვამი, უფლის არხ ქვეყანა და სავსება მისი სოფელი და დამკვიდრებული მაშინა. ყველაფერი მისი იყო და მას თავაზობდა საცდურად. ესევე წმინდა ლუკასაც შესთავაზეს თანამდებობა, მაღალი პატივი, პირველი მთავარ ექიმობა და ასე შემდეგ. ამარო ვერ გატეხა 20 წელიწადი სხვადასხვა დროს გადასახლებული იყო თუ შუა აზიაში არაერთის თუ ციმბირში. მე მინდა ერთხელ მოგიტანოთ, ციმბირშია გადაღებული, ტაფჩანი ქვია, ხის საწოლია ასაკეცი, გარგულ პერიოდში ბუშაგი უშლის რომ დაწვეს და ფიცრების შეკვრაზე მოისვენოს რამენაირად და ღრმად მოხუცებული სათვალიანი ტელეგრეი კაცია, ციმბირია, ცივა, გაუსაძლის სიცივია, ძალიან შთამბეშტავი გამომეტყველება ამ წმინდა მამისა აქ და რეები გადაიტანა. მიუხედავად ამისა ვერ გატეხეს.
და საბოლოოდ აღესრულა მღვდელმთავრად. რამდენჯერმე მოგიყენთ მაგალითები, რომ სწორედ საოპერაციო და ღვთისმშობლის ხატი გაიტანა ღვთაებრივი ყმით, არ გაიტანა. ძალით გაიტანა, ასე იგი რაიკომის დივა და იმ დღესვე ლოგინად ჩავარდა მესი უსაყვარლესი ცოლი და ვერავინ გაკურნა კარდა ლუკასი. და სთხოვა მისულიყო. მხოლოდ ერთი პირობა მაქვსო. ხატი დაბრუნებული იქნა, აი რა პრინციპია, როდის ხდება, როცა ესე ფეხით დადიან ხატებზე, ეკლესიის ანგრევენ, სამღვდელობას ყრეტენ, სოლოვეცის კუნძულებზე ასახლებენ და რომელი ერთი პარსავენ კრეჭენ, მღვდლებს და სხვადასხვა. პირობა მისცა და იძულებული გახდა, განკურნა რა მისი ცოლი, ხატი მეორე დილასვე დააბრუნა. აჯილდოვებენ და უდოდა დაცინვაც. აჯილდოვებენ სტალინის ბრძანებით, სტალინის უმაღლესი ჯილდოთი, მაგრამ იმავე დროს დაცინვა უნდა ოლქის მდივანს. რამდენი ყავსო, სულ განკურნებულიო. რამდენიმე ასეული და დამცინავად უთხრა ხალხის წინაშე, ათასობით ხალხი შეაგდეს, მოკრიბეს იქ ბოლშევიკებმა. რაო, მეტი არაო, აბუჩათაიგნო. პირში უპასუხა, შენ და შენნაირებს რომ არ გედევნეთ და გესახლებინებთ, რა თქმა უნდა, ბევრად განკურნავდი. ემა ჩაუვარდა ოლქის მდივანს და რა დროა კიდევ ერთხელ გეუბნებით გაიხსენეთ. აი როგორი პიროვნება იყო. მიმიზი და ამ პიროვნება, მისი შეუპოვრობის პირდაპირობის გამო. ეს იყო მართლაც ცოცხალი წმინდანი, მზად იყო ნებისმიერ წამს და წუთს მსხვერპლებოდა ქრისტეს სიყვარულსა და სარწმუნოებას. აი ამ წმინდა მამის ერთ-ერთი სიტყვა მოკლე ქადაგება მსურს გაგაცნოთ, თუ როგორ აქებს და ადიდებს ღვთისმშობელ მარიამს და რის გამო, რას გამოყოფს განსაკუთრებით მისი სათნოებები და ღვთისმშობლისა გამოყოფს თავმდაბლობას და სიმშვიდეს. ეს იყო ყველაზე დამახასიათებელი. მაშინაც კი, როცა უწინასწარმეტყველა სიმონ ღვთისმირქველმა ჯერ კიდევ ქრისტე ახლად შობილია, რომ 7 ლახვარი და მის გულში როგორი სიმტკიცე გამოავლინა სულისა და სიმშვიდე. მერმეც როცა ამცირებდნენ, კიცხავდნენ და აბუჩათ იგდებდნენ მის ძესა და ღმერთს და ჯვარს აცვეს, როგორი სიმტკიცე გამოიჩინა. იგი არ გოდებდა, არ კიროდა, არამედ ევედრებოდა. რას ევედრებოდა? წმინდა გადმოცემს ევედრებოდა, რომ შენ თუ მისი ჯვარცმელებისთვის და კაცთა მოდგმას ავედრებდა. გესმით როგორი სიყვარული, სიმშვიდე და სიმდაბლე ჰქონდა. მოკლედ წმინდა მამა, როდესაც ქებას ასხავს ღვთისმშობელ მარიამს, ამ სათნოებას განსაკუთრებულად გამოყოფს ამ სიტყვაში სიმშვიდეს და თავმდაბლობას. სიმშვიდე მოდის თავმდაბლობიდან. ამას თავად ქრისტე გვიმოწმებს ერთ-ერთ ქადაგებაში, როდესაც სმენელთეულებმა მომხედეთ მე, შემომხედეთო, მშვიდ ვარ და დაბალ გულითა. მშვიდი ვარ, ჩემ სიმშვიდეს მოვბაძეთ, მაგრამ იცოდეთ, ჩემგან როგორც ღვთიური მოწმის გარო სიმშვიდეს ბადებს სიმდაბლე. ძველ ქართულად სიმდაბლე ნიშნავს თავმდაბლობას. ესე იგი პირველ ყოვლისა რას უნდა ვეცადოთ ქრისტიანები? მოვიპოვოთ თავმდაბლობა. იმიტომ რომ თავმდაბლობას პირველ ყოვლისა მოაქვს სიმშვიდე და არა მარტო ეს სიმტკიცე სარწმუნოებისა, მოთმინება, რომელიც სრულყოფილებას და სიბრძნეს პატევს ადამიანში. ერთმანეთზე ასმული ყველა ეს ათო ისე როგორც ერთი ცოდვა მეორეს ბარდეს, მეორე მესამეს და ადამიანს საკუთარ ცოდვაში იღუპება. და აქ წმინდა მამა ახსენებს რა ღვთისმშობლის გასაოცარ სიმშვიდესა და თავმდაბლობას, იწყებს საუბარს მის სულიად საწინააღმდეგოზე. ეს არის სათნოება, ხოლო ის არის მანკიერება, მრისხანების ვნება. აქ თავიდანვე ერთი რამ განვასხვაო. სხვა არის ვნება მრისხანების და სხვა არის შერისხვა. აი მაგალითად ფსალმუნებში ნათქვამია, განრისხდებოდე დანუსოდა. აი ესევე ნათქვამია, შერისხე და შეიძინე. იაკონ მოციქულთან მაგალითად. ხოლო რაც შეეხება რისხვას, როგორც ვნებას, სოლომონ ბრძენი ამბობდა ჯერ კიდევ, რისხვა მან კაცისანვან არ აქმნეს სამართალი. მრისხანება ეს არის ვნება, რომელიც როგორც წმინდა მამები არის გონების ან სრული, ან ნაწილობრივი დაბნელება, რა დროსაც ადამიანი შეიძლება აფექტში ჩავარდეს და გამოუსწორებელი ცოდვა ჩაიგებს, მაგრამ კაცი შემოაგდეს. იმიტომ რომ გონება აქვს დაბნელებული, ვეღარ საზღვარს. აი ამ მრისხანების ყველა ნიუანსებზე გვესაუბრება წმინდა ლუკა აღსარებელი. მოდი ყური მივუყრათ, ვაგლახრობ სამწუხაროდ თითქმის არავინ არა ვართ თავისუფალი მრისხანების ვნებისაგან. და ურისხველობა ეს არის სრულყოფილების ერთ-ერთი ნიშანი, გარეგანი ნიშანი. უფალი კი მოგვიწოდებს, რომ წმინდა ვიყოთ, როგორც თავად უფალია. მაგალითად თავის თავს და თავის წმინდანებს გვისახავს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქების დღეს ამბობს წმინდა ლუკა აღსარებელი, ჩვენს ქებას მივუძღვანებთ მას, როგორც დედას უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი, შევასხამთ მის სიწმინდეს, უსაზღრო სიწმინდეს, ქერაბინთა და სერაბინთა, უმაღლესი პირველი ტრიადის ანგელოსთა სიწმინდეს რომ აღემატება, ვაქებთ მის სიმშვიდეს, მის თავმდაბლობას. აც კი უნდა დავფიქრდეთ,
თავად ჩვენ თუნდაც უმნიშვნელოდ ვუახლოვდებით თუ არა ღვთისმშობლის სიწმინდეს. კი ერთია რომ შეასწა, მაგრამ შენ რამეთი ბაძავ, რამენაირად უახლოვდები სათნოებებით. გაგვაჩნია ის თვისებები, რომელთათვისაც ესრეთ განადიდა იგი უფალმა ღმერთმა. გვაქვს სიმშვიდე და თავმდაბლობა უმთავრესი მისი თვისებები ღვთისმშობელ მარიამისა და ვიტყვით. არა, სავსებით არ გაგვაჩნია, ხოლო გვაქვს ის თვისებები, რომელიც სრულიად საწინააღმდეგო არიან სიმშვიდისა, თავმდაბლობისა და სიწმინდისა. ბევრი იყო შესაძლებელი ამაზე გვესაუბრა, მაგრამ ყოველივეზე ერთბაშად ვერ იტყვი ამბობს წმინდა ლუკა. ამჟამად იმაზე შევჩერეთ, რაც სიმშვიდისა და თავმდაბლობის საწინააღმდეგოა. ვნახოთ წმინდა პავლე რას ამბობს მრისხანებაზე, რომელიც ეგოდენ საპირისპიროა სიმშვიდისა. ბევრ და ბევრ სიტყვას ვიპოვით მრისხანებაზე წმინდა წერილში. დავითის ფსალმში ამ სიტყვებსაც ვიპოვით. განრისხდა გულისყრომითა თვალით ჩემი. ერთბაშად კითხვა გება თვალი როგორ შეიძლება განრისხდეს. ნახეთ განმარტება წმინდა ლუკასი. ძვინვარებისაგან, რისხვისაგან, ძვინვარებას რომ ემიჩნება, განრისხდა თვალით ჩემი. ეს ნიშნავს, რომ როდესაც რისხვითა ვართ აღსილი, რომელიც სიმშვიდის საწინააღმდეგოა, მაშინ ჩვენი სულიერი თვალი შფოთავს. თავის უნარს კარგავს კეთილი და ბოროტი განარჩიოს. მრისხანებაში ადამიანის თვალი უნარს კარგავს სიმართლე განარჩიოს, არამედ თუ იგი რისხვით დაბრმავებულია. მეორე მხრივ, ფიზიკურ თვალშიც, როგორც ორგანოშიც გამოიხატება ჩვენი შინაგანი ბობოქრობა, მძვინვარება მრისხანებით. თვალის სისხლით გვევსება, ლამის თვალის ბუდიდან გადმოგვიوارდეს. არწივებს ვემსგავსებით, ან მოსისინე გველს, რომელმაც უნდა დაგესლოს თავისი მსხვერპლი. აი როგორი ხდება გარეგნულად, ამაზე ცალკე მსჯელობს წმინდა ლუკა. ზოგიერთ ჩვენგანს ბრძნათვლიან, გონიერათვლიან, ხოლო თუ კი ისინი, ვისაც ბრძნათვლიან, მრისხანების ვნებით არიან მოცულნი, შესაძლებელი კია ბრძენი უწოდოთ მათ? არა, ამბობს ლუკა. რამე თუ ბრძენი სოლომონი ამბობს, გულის ხრომაი წიაღთა უგუნურთასა განისვენებს. ეს იგი უგუნური ადამიანების შიგნით არისო და განისვენებს გულის ხრომა. არა, ბრძენი არამედ უგუნურია, ვინც რისხვით სავსეა, ვინც მძვინვარებით აღსილა. იგი უგუნურია და არანაირი სიბრძნე არაა მასში, რამე თუ სიბრძნისთვის დამახასიათებელია. პირველი, იგი მშვიდობიანია. მეორე, იგი სამართლიანია. სიბრძნე მშვიდობიანია, ხოლო იყო მშვიდი ნიშნავს თავისუფალი იყო მრისხანებისაგან. იყო მშვიდი. თუ კი ღარ რისხვით აღსილ ვარ, ჩვენზე ნათქვამია მრისხანე კაცი უგუნურია, მაშა სადამე ჩვენ უგუნურები ვართ. შერისხვა რაღა? შერისხვას აქვს პედაგოგიური მნიშვნელობა, რომ ადამიანი დააფიქროს შესთქმაზე და გამოასწოროს. ამიტომაც ვთქვა, განრისხდებოდე განვუსვადო. მრისხანება სიმკაცრე უჩვენე, მაგრამ ვნებაში ნუ გადავა, გონება დაბნელებულობას, სრულად ან ნაწილობრივ. არამედ ის ადამიანი, როგორც იაკობ მოციქული აგრძელებს მსჯელობას შერისხვაზე, გამოიტაცე თითქოს ცეცხლისაგან გამოგეყვანოს. ცოდვას უწოდა ცეცხლი, რომელიც სწავს ადამიანს და საბოლოოდ გენის ტბაში დაიწვია უნანელი ცოდვილი. აი ამ ცეცხლოვანი ტბისაგან გამოიტაცო შერისხე. ხოლო ნახე სხვებზე რას ამბობს. სიყვარული უჩვენე. ერთ ჭირდება მართლაც მრისხანება, შერისხვა, რომ გონს მოვიდეს, მეორეს პირიქით ჭირდება დაუტკბე. და სინანულში მოიყვანლა ზოგიერთი გულჩვილობამდე და ატირებამდეც კი მიდის ამ დროს. აი როდესაც სრულიად დაუნსახლებლად რაღაც წყალობას მიიღებს და ხვდება რომ სრული არარაობაა და ეს ღმერთმა შეიწყალა და მოიღო ეს წყალობა და მაშინ ადამიანი ხედავს თავისი სულის და გულის სიბინძურეს, თავისი ჩადენილი ცოდვებისა და ტირის და განიცდის და როდესაც ის ტირის ცოდვების გამო ღმერთს ის უყვარს. ამბობენ წმინდა მამები. ბრძენი სოლომონი თავის იგავებში ამბობს, რისხვა მან წარწმიდნის ბრძენიცა. შესაძლოა გონიერი იყო, შესაძლოა ბრძენი და კეთილი იყო, თუ კი მრისხანების ვნებით ახარ დაავადებული, თუ კი შენში რისხვა ადვილად ინთება და მრისხანება ჩვენს გულში, მაშინ ეს ჩვენზეა ნათქვამი წმინდა მოციქულ იაკობთან ეპისტოლეში. რისხვა მან კაცისამან არ აქმნის სამართალი და არც არადროს არ უქმნია. პირიქით, დიდი ცოდვები მოუტანია. შეურაცხყოფა მიუყენებია უსაყვარლესი ადამიანისთვის. გაულახავს, სიკვდილითაც კი მოუკლავს და გონს რომ მოსულა სასუწარკვეთილებაში ჩავარდნა თუ რა ჩაიდინა. ესე იგი, როგორც მოციქული ამბობს, ეშმაკი ვიდრე ცოდვაში ჩაგაგდებს, გაცდუნებს, მაცტური იმიტომ ქვია. გიხატავს ღმერთს როგორც სულძელს, კაცთმოყარეს, მიმტევებელს. ჩაიდინე, ხო გინდა? იგე მომთქვათ სიძვა.
მოიპარე ხო გინდა მეტი კონდეს ღმერთი მოწყალია მე მოინანიე და გაპატიებს და მე როცა შედის ადამიანში უკვე მანკიერებაში მარტო ერთხელ და ორჯერ კი არა მე ჩვევად ექცევა ხელმრუდობა მეძაობა მე მინახია ქურდებიც ყოფილა ნახა არა ცნობილი რამკიან ქურდებზე კი არ ვლაპარაკობ ეგრეთ წოდებულზე აი იგი ყოფა ცხოვრებაში მაღაზიიდან რომ პროდუქცია პარავს ამას ერთხელ ორჯერ ჩაიდინა და მე ჩვევად ექცა რადგან შერჩა მაგრამ როგორც სიტყვიან ხოლმე კოკაწყალს ყოველთვის ვერ მოიტანს ასევე ჩემთან მოსულა ადამიანი რომელსაც ვთქვი რომ მარხვაში მარხულობს სოლოსანი კაცი სტილში მეძაობს მრუშობს და არ შეუძლიან არ გააკეთეს ეს არის უკვე შეპყრობილი თავიდან გაწუნებს და მე შეპყრობილი ხდება ამიტომ არის რომ წმინდა მამები წუნების ჟამს გვეუბნებიან როგორც კი ეშმაკი ჩაგითესლავს რაიმე ვნებას მრისხანება იქნება განკითხვა იქნება სიძვა თუ სხვა შურისძიება თუ სხვა მაშინვე განაგდე რომ ფესვი არ გაიგო თუ მან შეძლო შენ გააჩერე გულ შენს უკვე ცოდვად გეთვლება და გარდა ამისა ფესვების გადგმას იწყებს შენ არსებაში შენ სულში და იმის აღმოფხვრა უფრო ძნელია აი მაგალითად ხორბალი რომ ამოვა თავიდან ადვილი ან ხე დარგე ადვილია ამოგლიჩო მაგრამ როცა მე გახდება 10 წლიანი თუ 100 წლოვანი იმის ამოძირკვა ადამიანური ძალით არის ყოველად შეუძლებელი ასია ვნებაც და ვნების სოდვები ვახსენეთ მარია მაგდალინე კვირას იყო დღესასწაული ხსენება იყო სიკმაწყვილიდან ულამაზესი და მონხიბლელი ადამიანი არისტოკრატი იყო წარმოშობით და აღვირახსნილ ცხოვრებას დაეწაფა და დაავადდა მძიმედ მერე 7 ეშმაკი შევიდა მასში ჩვენში ეშმაკს სხეულში რომელიც ღვთის სახლია სინამდვილეში და არა ეშმაკის სადგური უნდა გავხადოთ ესე იგი იწვევენ ჩვენი ცოდვები უნანელი ასე კი არ არის ვისაც უნდა დაეჯახება და შევა და ტანჯავს და მოკლა არა ღმერთი უშვებს რომ შევიდეს და როდის უშვებს როცა ადამიანში გროდება უნანელი ცოდვები და მე შედის და ტანჯავს აი ერთ-ერთი ღირსი მამა დღეს ათონზე მოღვაწეობს ყოფილი ექიმი ბერესტოვი რომელმაც წიგნი გამოსცა რა ცოდვა რა სახის დაავადებას იწვევს ეს იგი ყველაფერი ყოფილა არა აქციდენტური შემთხვევითი რაც ხდება ადამიანს თუნდაც ავადმყოფა არამედ სრულიად ლოგიკური რას იწვევს როცა მედგრად ერთსა და იმავე ცოდვაში ტრიალებ ქრისტემის განკორნა 7 ეშმაკი განასხა განწმინდა და გახდა მადლიერი ქრისტესი და არისტოკრატი ადამიანი საკუთარი ხელითაც კი ემსახურებოდა ქრისტეს და მის მოწაფეებს თან დაჰყვებოდა ყველგან თავისი მთელი სიმდიდრე მოახმარა ქრისტეს მოციქულებს ქრისტეს ამაღლების შემდეგ მის ეკლესიას და გარდა ამის არა მარტო ხორციელ სიკეთეს შადოდა რომელსაც მართაობა ქვია საყარების ენით არამედ წმინდა მარიამი შეიქმნა ლაზარეს და მარიამი ყავს ხელოვნით სახი არის სახარებაში სიკეთის სულიერი სახისა მაგალითად ლოცვისა და მჭრეტელობისა ღვთის სიტყვის ქადაგებლობისა მან შეიძინა თავის თავში მართაც და მარიამით შეიძლება ითქვას თავისი წმინდა და ამაღლებული ცხოვრებით ერთ დროს კი ძიმედ დაავადებული 7 ეშმაკიანი ადამიანი იყო და ქრისტემ განწმინდა და თავის მოწაფედ აქცია ეს იყო პირველი ვინც ტიბერიუს იმპერატორს წარმარც წითელი კვერცხი აჩუქა და სიტყვებით ქრისტე აღსკა და დაინტერესა რას ნიშნავდა და აუხსნა და ამას უკუში სახარება უქადაგა ისეთი დიდი გავლენა მოახდინა ამ წარმართ ტიბერიუსზე რომ კეთილად განაწყო ქრისტესა და მისი მოწაფეების მიმართ და მის დროს ასეთი დევნა მარიამის საუბრის გადაგების შემდეგ აღარ ყოფილა ქრისტიანების აი ერთმა პიროვნებამ რამდენი შეძლო მთელი იმპერიის სასიკეთოდ იქადაგა განსაკუთრებულად გულმოდგინედ ქადაგებდა იტალიაში და რომში შეიძლება ამ გაგებით ითქვას როგორც წმინდა მამები რომ მან პეტრე და პავლე მოციქულებს მოგვიანებით რომში ქადაგებდა ნიადაგი მოუმზადა ქადაგებისთვის და პავლე მოციქული ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში მამათა ვარაუდით ასახელებს მარიამ მაგდალელს რომელსაც ნათქვამია რომ მომიკითხეთ მარიამი რომელმაც ბევრი იღვაწა ჩვენთვისო და განმისმენა ჩვენ ვინ ესე იგი პავლე და მისი თანამოსაგრები ტიტე ტიმოთე ბარნაბა რომელიც მას დაჰყვებოდნენ ქადაგების ჟამს აი ესეთი დიდი ღვაწლი ჰქონდა ღვთის წინაშე მარიამ მაგდალელს წმინდა ლუკას სიტყვას მიხვდეთ მასშტაბე ვინც ბრისხანებითაა დაავადებული ვისაც მშვიდობა არ აქვს დაწყნარება სიმშვიდე გულსაშინა მისა მას არ ძალუც ღვთის სიმართლეს იქმოდეს რამე თუ რისხვა სიმართლეზე თვალს ხუმჭავს ბრისხანება ჩვენ სულიერ თვალებს აბრმავებს და უნარს ვკარგავთ სიმართლე და სიწრუე ერთმანეთსაგან განვასხვაოთ მრისხანი ადამიანი არასდროსაა მართლმსაჯული ადამიანებს მათი ღირსებისაებრ არ მიაგებს სიმართლეს არ აიღებს რამე თუ რისხვა სიწრუისკენ ეწევა ამაზე ბრძენმა სოლომონმა თქვა კაცი მრისხანე არა კეთილგონიერია
ანუ უგუნურია. თქვენ ეს უწყით არაერთხელ გინახავთ განრისხებული ადამიანები, რომელთა გულში რისხვა გიზგიზებს. რა საძაგელია მათი იერიც კი, როგორი ნერვიული მოძრაობები აქვს. თითქოს იმის გაგლეჯვას ლავენ, ვისაც რისხდებიან. ეშმაკივით როგორ უელავ თვალები, სიტყვები როგორ აღჭობენ, ენაებით, შვიდად ლაპარაკი არ შეუძლიათ. თვალში სისხლი აწვებათ, ხოლო პირით და ხშირად დუჟისდით. გინახავთ ასეთი მრისხანი ადამიანები, განრისხებულები. განამართალი არაა ბრძენი სოლომონი, როცა ამბობს, რომ მრისხანე კეთილგონიერი არაა. იგი საძაგელია. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს და თუ კი მრისხანება მოგივლით, მოიგონეთ თუ რა ამაზრზენი ხართ მრისხანების შანსს და ამანაც შეგაჩეროთ. ძლიერი მრისხანებისას ადამიანს კეთილმოსურნის ხმა არ ესმის. ყველაფერს რჩევის გარეშე წვეთ, ზოგჯერ არასწორად ესმის. სრულიად საწინააღმდეგოს ესმის, გონება დაბნელებულია. ასეც რომ კარგი გაუკეთო, კარგი ცუდად ეჩვენება. რადგან მას ძულს უკვე ეს ადამიანი. ყველაფერს რჩევის გარეშე წვეთს, არათუ ჭყიანს არ ეკითხება რჩევას, ცალკე დარჩენილიც კი არ გაიაზრებს თუ როგორ მოიქცეს. რამე თუ იმისთვის, რათა სწორად მოიქცეს, საჭიროა განშითა და კეთილი ადამიანების კეთილგონიერი რჩევებით იხელმძღვანელო წმინდა მამები განშას სათნოებათა შორის ერთ-ერთ უპირველეს და უდიდეს სათნოებად თვლიან. აი ჩვენმა პატრიარქმაც რჩევა მისცა განათლების სამინისტროს, მაგრამ მოციქულების არ იყოს სალუსი რომ ვინ ისმინა ჩვენ ვინ ისმინა პატრიარქს, საგანი ლოგიკა ასწავლეთ სკოლაში. რატო? ლოგიკას რომ ასწავლე, ლოგიკურად აზროვნებას რომ მიაჩვევ ადამიანს, ის ამდენ ცოდვას აღარ ჩაიდგება, ლოგიკურად გაიაზრებს, რაც შეიძლება რა მოყვეს. ეხლა რა, პატარა ბავშვებით ვამბობთ, დუჟმორეული და ვნებამორეულები. მე მინდა, ეს ჩემია და ჩადივართ ვნებებს. მაგრამ მე შედეგები არის სწავლა. თქვენი სიტყვით ვიტყვი ჟარგონით, ხო გრიალებენ ესენი არა? აი ეს ყველა პოდიუმის ხალხი რა, ერთ სიტყვით რომ შევაფასო. და ამავე დროს იდება ინფორმაციები, როგორი ტრაგიკული სიკვდილით მოკვდა, რა მძიმე ავადმყოფობა შეეყარა და რა განიცადა მან. სიკვდილის წინაშე ყველა საცუდავია. რა არ მოკვდება რომელიმე ჩვენთან. თვით ელია და ენუქი მოკვდებიან ბოლოს ამ სიკვდილით, რომელიც ათეული საუკუნეა ცოცხალი არიან. ღვთისმიშვებითა და თვით ქრისტე მიწვნია სიკვდილი. მაგრამ იქ სხვა აზრი ქონდა, სიკვდილის მიმღებელმა სიკვდილი მოკლა. აქ სიკვდილით სული ხორცს გაეხსნის ადამიანის და გარკვეულ სულიერ გზას რომ გაივლის 40-ღიან გზას წარდება სამართლიანი საჯულის ქრისტე მაცხოვრის წინაშე. რომელიც პირველი რა ხარა მარიამ მაგდალენა მისი არის მთელს კაცობრიობას. ყოველივე მომეცა მე მამისაგან და რა პირველყოლსა განშად ცხოველთა და მკვდართა. ჩვენი განკითხვის მადლები იყო როგორც მერტკაცმა, როგორც მერტს ის ყოველთვის გონდა. მაგრამ მან შეურენლად შეიერთა კაცობრიობის ბუნება განახრთო რა იქ და აი ამ ჩვენს კაცობრიობის ბუნება, ამიტომ რომ მასთან ერთად განშად ცოცხალთა და მკვდართა მოციქულების დასწრებიან და წმინდანები. ანავიღოთ კლინიკური სიტყვის შემთხვევები, როდესაც ასამართლებდნენ თეთრწვერიანი მოხუცი იყო ასეთი, რამდენი იყო 6, 7, 3, 1. წმინდანები არიან, რომელსაც ხელმწიფება აქვს და ღვთისგან ბრძანებას მოიღებენ, სული დააბრუნე უკან. ჯერ არ არის ამისი ჟამი. ჟამი კეთილ დროს ნიშნავს. ჯერ კიდევ ბევრი აქვს დედამიწაზე გასაკეთებელი, დაემსგავსოს იმას, რომელიც ჩემთვის მოსაწონი იქნება. აი რისთვის გვაძლევს თურმე სიცოცხლის წლებს და არა ბაირამობისთვის და სიამოვნებებისთვის, რომელსაც დაწაფებული ვართ უთავბოლოდ. ხიხი, ხახა, ასე გააქვთ წუთისოფელი და მე ტირიან სიკვდილის სარეცელს და ხედავენ რა სისულელეებით იყვნენ დაკავებულები. მე მათ აღსარებებსაც ვისმენ, მე ციტატები მომაქვს მათგან. რისთვის ზრუნავდნენ, როკოკო, ბაროკო ავეჯიესის, რომელიც თან არ მეկ, ერთმა პირდაპირ მითხრა, ბახტრიონზე იყო ის მე, სიკვდილის წინ ჩვენი მრევლი გახდა. მადლობა ღმერთს, რომ სიკვდილის წინ მაინც შეერია. აი მამო, აფთვისებე სისვინე ქონდა და იცოდა ეს მან. აი მამო, მე ვკვდები და რამდენს ზრუნავდი და მომიყვა თავის ცხოვრება. მაშინ ხუთოთახიანი ბახტრიონზე დიდ რამე თითლებოდა. მისი ქმარი ჩრდილოვან ეკონომიკას მისდევდა. ანუ საქმოსანი იყო. იმიტომ ჰქონდა ამდენი არაკანონიერი შემოსავლები. ვება სახლი იყიდა. არაჩვეულებრივი რემონტი გააკეთა. უძირფასესი ავეჯი უცხოეთიდან ჩამოატანინა. რა მიმახსოვ თან ახლა? დანანებით მითხრა მან. ვერც ქმარი გამამართლებს, ვერც შვილები, ვერც ავეჯი, ვერც სიმდიდრე და ჩამოუგორდა ცრემლები და უდიდესი სითბო და სიყვარული ვირძენი მის მიერ. ეს იყო ჭეშმარიტი სინანული. 42 წელია ხვდელი ვარ, იშვიათად მომისმენია გორცფელი სინანული. აქ მოდიან და ქეთოს ითებივით მიკითხავენ. ხან ვიკითხე ეს ვითომ არაფერია, განკითხა რა, მნიშვნელოვანი ცოდვა, აუცილებლად რო შევაჩერებ. გაუკვირდება. თითქოს ცივი წყალი გადავასხო. კი, როგორ არა, საყვარელო, თავად უფალი ამბობს. ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნე. წარმოგიდგენია რა ცოდვა ყოფილა?
ჩვენ კი ეს საკველყუროდ გვაქვს ყოველდღიურად ისე განვიკითხათ როგორც დაგიბარებია. ჩვენთვის ეს აღარაფერი არ არის. მაგრამ ღმერთის წინაშე რო წარდგებით, არათუ განკითხვა, ყოველი უმნიშვნელო ცოდვაც კი ამოკითხული იქნება ცხოვრების წიგნით და თუ მიწიერი ცხოვრების ჟამს შენი სინანულითა და გამოსწორებული ცხოვრებით არ გამოასწორე მონანული ცხოვრებით. ჯერჯერ რომ მეთქი ყველაფერი კარგად მიედინება რა. როგორ არ ერთ სიმღერა მომაგონა მელოდია. ღამდება, თენდება და არაფერი არ იცვლება ჩვენში. დაწაფებულებისა სიამოვნებებს. კი ჩვენ გავიღიმეთ ახლა ამ მელოდიაზე, მაგრამ იქ ვიტირებთ. ნეტარიყვნენ არა მოხარული უფალთან, არამედ მოტირალი საკუთარი ცოდვების გამო, როგორც მამები განმარტავენ ქრისტეს ამ ნეტარებებს. ხოლო განრისხებული ადამიანები რჩევით არაფერს იქმან. ისინი სინამდვილეში თავიანთ მოქმედებაში ოდენ მძვინვარებით ხელმძღვანელობენ და სიმართლეს არა იქმან. აწყედავ თუ რაოდენი ნება მოაქვს ჩვენი სულისთვის მრისხანებას, როგორ უსაფრთხოს ღვთის იგი ჩვენ. ხოლო მრისხანება ერთი ნებათაგანია, რომელიც ბევრ ზალზე ბევრს ახასიათებს. 7 თავდაბალი ურისხველი ცოტაა ჩვენ შორის. ხოლო მრისხანების ნება ხუპავს მათ, ვინც მას დამონებულა. აი ჩვენი ერთი ცუდი მანკიერება, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისგან ჩვენ მკვეთრად განგვასხვავებს, რომელიც სიმშვიდითა და თავდაბლობით ბრწყინავს. და ჩვენ რომ მოვდივართ აქ და ვეუბნებით ღვთისმშობელს, ვააქებთ, ვადიდებთ თუნდაც ამ შესხმით დაუჯდომელ საგალობელში და შევხარით, რატომ არ ვახარებთ მას სინამდვილეში ჩვენი საქმეებით? ყველაზე მთავარი ხომ ეს არის, არა სიტყვით, არამედ საქმით დავამოწმოთ, რასაც ენით ვამბობთ. ჩვენი ცდა ღვთისა შეწევნაა. უცოდველი ჩვენ შორის არც მღვდელი, არც მრევლი არ არის. ყველას გმართებს სინანული. და უნდა გქონდეს ერთგვარი სულიერი მხნეობა. დაეცი შვილო ცოტვი წამოდექი. ერთ-ერთი გამოუსწელი ახალგაზრდა ბერი მივიდა გამობრძმედელი წმინდა მამასთან და მოვატირდა და დაემხო მოხლებთან რომ შევცოდე წამოდექიო სიყვარულით უთხრა მოძღვარმა და წამოაყენა კიდე. წამოვდექი, მაგრამ დავეციო. ისევ წამოდექიო და განრისხდა ერთგვარად. ეს ახალგაზრდა შეხვირა როდემდესო. მე არ გეტყვი რომ სიკვდილამდე. მე გეტყვი სასუფეველის კარამდეს და მოუყანა მაგალითი მაკარი დედის ცხოვრებიდან, რომელსაც სიცოცხლეში ვეღარა აწვდნეს ეშმაკება, საზვერეთ საცავში ანგელოზებს ქებით, დიდებით, კელაპრებით, საკვევლებით მიხავდა სასუფეველში და ეს ბოლო შანსი დარჩა თქვენანაზე ვამბობ ეშმაკებს რომ ეწვდნებინა და მისახოდნენ ცხონდი მაკარი, გვაჯობე მაკარი, ახაკი გადარჩი მაკარიდან, როგორი თავმდაბლობა მოიპოვა, გარშხენთილი იყო მთელი მისი არსება, სული თავმდაბლობით რომ შვიდად პასუხობდა, არ ვიციო. ცხონდი თუ არა, გაჯობე თუ არა, მე არც ჩემი უფალი მიხილავშებ და არც მისი სასუფეველი და როდესაც სასუფეველის კართან მიიყვანეს, სასუფეველის კარები განეხლა ანგელოზებით განა, რომელს გარკვეული დავალება აქვს და შეაფრინეს მაკარი დიდი, იქ კი პირჯვარი გადაისახა მაკარი დიდმა და გადაზახა ეშმაკებს, რომლებიც გარეთ დარჩნენ. ეხლა კი გძლიეთ ჩემი ღვთის მადლითო. დაიხურა ეშმაკებისთვის სასუფეველის კარები. ესე იგი, როგორ უნდა გავისიგრძებანა ყველა ეს სათნოება, რომ მზად ვიყოთ, არასდროს არ შევცეთ, არც სიკვდილის განსაცდელის დროს, არც საძვერეში, სასუფეველის კარამდე შევინარჩუნოთ ეს სათნოები, როდესაც მთელი ათეული წლების განმავლობაში მიწიერი ცხოვრების და ქრისტიანული ცხოვრებისა შევიძენდით. შევწხვეს მას ჩვენი სიცოფისა, შევწხვეს საკუთარი მრისხანების ამბობს წმინდა ლუკა ამხსარებელი და მოგვაქვს რა შესხმა, ანუ ქება ყოლაწმინდა ღვთისმშობლისადმი, გვახსოვდეს რომ ჩვენ არა მარტო უნდა ვაქებდეთ მას, არამედ საკუთარ გულსაც უნდა ვიცავდეთ მისგან, ანუ ვნებებისგან, რაც მისი გულისთვის მიუღებელია, რაც მიუღებელია მისი სიწმინდისათვის. ამენ.